ისტორიაში პირველად ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით ეგზოპლანეტის არსებობა დაადასტურეს. ესაა მყარი ციური სხეული, ფორმალური სახელწოდებით LHS 475b, რომლის დიამეტრიც დედამიწისას მხოლოდ 1%-ით ჩამოუვარდება. ამით საბოლოოდ დადასტურდა დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების არსებობა. მეცნიერთა გუნდმა მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიით დასაკვირვებლად სამიზნე ობიექტი კოსმოსური ზონდის ტესის მიერ შესწავლილი ეგზოპლანეტების კანდიდატებიდან შეარჩია. მისი მონაცემები მიუთითებდა, რომ საქმე სავარაუდოდ პლანეტასთან გვქონდა. ვების ახლო ინფრაწითელმა კამერამ კი ამაში დაგვარწმუნა. მან LHS 475b მარტივად და მკაფიოდ დაინახა. თანაც მხოლოდ 2 ტრანზიტის, ანუ ვარსკვლავთან ამ ობიექტის ჩავლის განმავლობაში. ჩვენცხად არსებულ ტელესკოპებს შორის მხოლოდ ვებს შეუძლია, რომ ამ ზომის ეგზოპლანეტების ატმოსფეროს მახასიათებლები გამოავლინოს. გუნდმა ეს სპექტრული მონაცემების ანალიზის გზით სცადა. მათ დაადგინეს, რომ ამ პლანეტას დედამიწის მაგვარი კლდოვანი, მყარი სხეული გააჩნია და არა აირისგან შემდგარი. ამის მიუხედავად ჯერჯერობით გაურკვეველია, აქვს თუ არა მას ატმოსფერო. ასევე განიხილება მხოლოდ ნახშირორჟანგისგან შედგენილი ატმოსფეროს არსებობაც, რომლის დაფიქსირებაც ძალიან ძნელია. ამისთვის უფრო ზუსტი და დეტალური დაკვირვებებია საჭირო, რასაც სპეციალისტები ზაფხულში აპირებენ, რა დროსაც დამატებით სპექტრულ მონაცემებს მოიპოვებენ. LHS 475b ოქტანტის თანავარსკვლავედში განლაგებული წითელი ჯუჯის გარშემო გადაადგიდება და ჩვენგან 41 სინათლის წლითაა დაშორებული. მისი ორბიტული პერიოდი სულ რაღაც 2 დღეა. ის მნათობთან ძალიან ახლოს მოძრაობს, თუმცა ამ უკანასკნელი სიმხურვალე მზისას ნახევარზე მეტით ჩამოუვარდება. და ბოლოს, სახალისო და საინტერესო ინფორმაცია. კომპანია Space Perspectives დამფუძნებლის ჯეინ პოინტერის თქმით, მისი კომპანია იქნება პირველი, რომელიც ადამიანებს კოსმოსში დაქორწინების საშუალებას მისცემს. ცერემონია დიდი ალბათობით კომპანიის ისტორიულ ხომალდზე, ნეპტუნზე გაიმართება. კოსმოსური ხომალდი ნეპტუნი იმისთვის შეიქმნა, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი ყოფილიყო მდგრადი და უსაფრთხო კოსმოსური ხომალდი პლანეტა დედამიწაზე, თუ მის მიღმა. ყველა სხვა კოსმოსური ხომალდისგან განსხვავებით, რომლების ფრენის დროსაც ეკიპაჟის განყოფილება გამოეყოფა ერთი ფრენის სისტემიდან და გადადის სხვა ფრენის სისტემაში. კოსმოსურ ხომალდ ნეპტუნის კაფსულა დაცულია Space ბალონზე მთელი ფრენის განმავლობაში, ამ ფრენიდან დაშვებამდე, რაც შეუფერხებელ, უსაფრთხო და ნაზი ფრენის გამოცდილებას ქმნის. ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ხომალდის ასამუშავებლად ეკომეგობრული გამოსავალი შეიმუშავა. კერძოდ, ხომალდს ენერგია მიაწოდება განახლებადი წყალბადის საშუალებით და არ ტოვებს ნახშირორჟანგს. კომპანია სურს კოსმოსში მოგზაურობის შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს, რადგან დაფუძნებლებს ჯერათ, რომ დედამიწის კოსმოსიდან დანახვა რადიკალურად შეცვლის ჩვენს